რატომ არის საბურავები შავი? გამარჯობა ინჟინერიის დედებო. დღეს უპასუხებთ ერთ კითხვას, რომელიც შეიძლება არასდროს დაგისვამთ, მაგრამ მას გასაოცარი პასუხი აქვს და მის უკან ბევრი ინჟინერია დგას. შეხედეთ ნებისმიერ მანქანას, მოტოციკლეთს, სატვირთოს ან თუნდაც თვითმფრინავს. რა აქვთ ამ ყველა მანქანას საერთო? ბორბლების გარდა. საბურავები და რა ფერია ისინი? შავები. თითქმის ყოველთვის ასეა. მაგრამ ოდესმე დაფიქრებ უხართ, რატომ არის საბურავები შავი. ეს არც მოდის და არც მხოლოდ ესთეტიკის საკითხია. სინამდვილეში საბურავების შავი ფერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა გამძლეობის, მუშაობის და ყველაზე მთავარია უსაფრთხოების, რაც მასალების ინჟინერიამ მოქცა. ეს არის ძირითადი ელემენტი, რომელიც გარდაქმნის ბუნებრივ რეზინს, რომელიც საერთოდაც არ არის შავი, მტკიცე და გამძლე კომპონენტად, რომელსაც შეუძლია გაუძლოს სხვადასხვა პირობებს. მაგრამ თუ ბუნებრივი რეზინი შავი არ არის, რატომ გახდა საბურავები დროთა განმავლობაში შავი? რომელი ჯადოსნური ინგრედიენტია, რომელიც ანიჭებს ამ მუქ ფერს და ამავე დროს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს რეზინის თვისებებს? ამ საიდუმლოს გასახსნელად საჭიროა დროში უკან დავბრუნდეთ და საბურავებისა და რეზინის ისტორია ცოტა გავიგოთ. ავტომობილების ინდუსტრიის დასაწყისში, როდესაც პირველი მანქანები მოძრაობას იწყებდნენ, საბურავები თითქმის მთლიანად ბუნებრივი რეზინისგან მზადდებოდა. და ბუნებრივი რეზინი, როგორც ის ჰევეას ხიდან მიიღება, ჩვეულებრივ რძისფერი, თეთრი, მოყვითალო ან ღია ბეჟი ფერისაა. ამიტომ პირველი საბურავები თეთრი ან ძალიან ღია ფერის იყო, ახლოს ბუნებრივი რეზინის ფერთან. შეგიძლიათ ნახოთ ძველი მანქანების ფოტოები და ზოგიერთ მათგანს მართლაც თეთრი საბურავები ჰქონდა. თუმცა ამ სუქთა რეზინას სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ის ძალიან გამძლე არ იყო. ის სწრაფად ცვიოდა, მზის შუქისა და სიცხის ზემოქმედებით ადვილად ზიანდებოდა და არ უზრუნველყოფდა იმ გამძლეობას, რაც ავტომობილების მზარდ მოთხოვნებს სჭირდებოდა. ისინი ძალიან ცოტა კილომეტრს ძლებდნენ. მაშინ ინჟინრებმა და ქიმიკოსებმა დაიწყეს დანამატების გამოცდა, რათა გაეუმჯობესებინათ რეზინის თვისებები. და რა იყო ის რევოლუციური დანამატი, რომელმაც შეცვალა საბურავების ისტორია და ისინი შავად აქცია? პასუხი არის ტექნიკური ნახშირბადი, ან როგორც ინგლისურად უფრო ცნობილია, carbon black. ტექნიკური ნახშირბადი საბურავების წარმოებაში დაახლოებით 1910 წელს შემოიტანეს. ეს ძირითადად არის ცვრილად დაფქული ნახშირბადის ფორმა, რომელიც მიიღება მძიმე ნავთობპროდუქტების არასრული წვის შედეგად. ეს უბრალოდ საღებავი არ არის, არამედ მასალა, რომელიც ინტეგრირდება რეზინის სტრუქტურაში. მაგრამ როგორ ახერხებს ტექნიკური ნახშირბადი უბრალოდ შავი ფხვნილი რეზინის ასე საოცრად გარდაქმნას? ის მოქმედებს რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში ის გამაძლიერებელი აგენტია. ტექნიკური ნახშირბადი ქიმიურ კავშირებს ქმნის რეზინის პოლიმერულ ჯაჭვებთან, რაც მას გაცილებით უფრო გამძლეს ხდის აბრაზიისა და ცვეთის მიმართ. ეს თითქოს მიკროსკოპულ ბადეს ქმნის რეზინის შიგნით, რაც ზრდის მის გამძლეობას დაჭიმვისა და გარღვევის მიმართ. ტექნიკური ნახშირბადის გარეშე საბურავი გაცილებით ნაკლებ ხანს გაძლებდა ვიდრე დღეს. მეორეც, ნახშირის შავი ზრდის სითბოს გაფანტვას, მოძრავი საბურავები წარმოქმნიან ბევრ სითბოს გზასთან მუდმივი ხახუნისა და რეზინის მოხრის გამო. ეს ზედმეტი სითბო შეიძლება გამოიწვიოს რეზინის დასუსტება და დეგრადაცია. ტექნიკური ნახშირბადი გამოირჩევა სითბოს ძალიან ეფექტურად შთანთქმისა და გაფანტვის უნარით. იგი ანაწილებს სითბოს საბურავის სტრუქტურაში და ხელს უშლის მის კონცენტრაციას კრიტიკულ წერტილებში. ეს ახანგრძლივებს საბურავის ექსპლუატაციის ვადას და ეხმარება მის თვისებებს შენარჩუნებაში მაღალი სამუშაო ტემპერატურების დროს. გარდა ამისა, შავი ნახშირი უზრუნველყოფს შესანიშნავ დაცვას ზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. მაგრამ რა როლი აქვს შავფერს საბურავების მზისგან დაცვის პროცესში? ულტრაიისფერი სინათლე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია რეზინისთვის, რადგან ის იწვევს მოლეკულურ დეგრადაციას, რაც მას მწვრევადსა და ნაკლებად ელასტიურს ხდის. შავი ნახშირი მოქმედებს როგორც უძლიერესი მზისგან დამცავი ფილტრი. ის შთანთქავს ულტრაიისფერ გამოსხივებას და იცავს რეზინის მოლეკულებს. ამ დაცვის გარეშე საბურავები მზის ზემოქმედებისას სწრაფად გაიბზარებოდა და დაზიანდებოდა.
სხვა ფერის საბურავებს, რომლებსაც არ აქვთ შავი ნახშირი, მზეზე ხანგრძლივი ზემოქმედებისას მნიშვნელოვნად შეუმცირდებოდათ ექსპლუატაციის ვადა. ამიტომ სწორედ ამ ფაქტორების კომბინაცია, როგორიცაა სტრუქტურული გამაგრება, სითბოს გაფანტვა და ულტრაისფერი სხივებისგან დაცვა, ხდის შავ ნახშირს აუცილებელ კომპონენტად თანამედროვე საბურავების წარმოებაში. ვარაუდობენ, რომ ის საბურავის ექსპლუატაციის ვადას შეიძლება 10-ჯერაც კი ზრდიდეს სუფთა რეზინთან შედარებით. გამძლეობისა და მუშაობის ამ გაუმჯობესებამ ის ინდუსტრიულ სტანდარტად აქცია და შავი ფერის საბურავების უნივერსალურ მახასიათებლად იქცა. მაგრამ რა მოხდება თუ ვინმეს სხვა ფერის საბურავები მოუნდება? შესაძლებელია თუ არა რომ საბურავები შავი არ იყოს. დიახ, ტექნიკურად ეს შესაძლებელია. მაგალითად, უკვე გვინახავს თეთრი საბურავები, როგორიცაა თეთრი ზოლის მქონე საბურავი, რომლებიც გარკვეულ ეპოქებში პოპულარული იყო და მხოლოდ გვერდები იყო თეთრი. და დღესდღეობით არსებობს ფერადი საბურავებიც, განსაკუთრებით ველოსიპედებისთვის ან შოუს ავტომობილებისთვის. თუმცა, ამ ფერების მისაღებად მწარმოებლებს სჭირდებათ შავი ნახშირი სხვა პიგმენტებით ან გამაძლიერებელი აგენტებით შეცვალონ, რომლებიც შავი არ არის, მაგალითად სილიკა. მიუხედავად იმისა, რომ სილიკა ასევე კარგი გამაძლიერებელია, ის ყველა იმ უპირატესობას არ ფლობს, რაც შავ ნახშირს აქვს, განსაკუთრებით UV დაცვაში და სითბოს გაფანტვაში. გარდა ამისა, როგორც წესი, ეს პროცესი უფრო ძვირია. ეს ნიშნავს, რომ ფერადი საბურავები, როგორც წესი, ნაკლებად გამძლეა, უფრო ძვირია, ან მათი წარმადობა დაქვეითებულია ტრადიციულ საბურავებთან შედარებით. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილე წევრად გახდომა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიოთ. თუ გაინტერესებს მეტი გაიგო იმ კურსებზე, რომლებსაც გირჩევთ, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს არწერაში მოცემული ბმული, რათა მიიღო ცდომა მრავალ შესაძლებლობაზე, რომლებიც დაგეხმარება სხვადასხვა უნარის განვითარებაში და კარიერაში წარმატების მიღწევაში. ჰოპ დაფიქრებულ ხარ, როდესმე რატომ არის საბურავები შავი? ან იქნებ იცნობ ფერად საბურავს საინტერესო ისტორიით? დატოვე კომენტარი, რადგან მინდა ვიცოდე. აქ გვერდზე არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რათა გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დავეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და განიხილე არხის წევრობა. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შემდეგ ვიდეოში გნახავ.